Sometimes you gotta pray for a victory. Overzealous when I'm thinking about the cash flow. I never had no handouts, just came natural. I've been tested so much, all these races nice. მოკლედ გვინდა რომ ეს წეული მონაკვეთზე მანქანით გავიარო. ეხლა მე შემოწევ მომიყვები უკანასკნელ 5 დღეში როგორ მოვედით აქამდე ის ორივე რო დავიბაროთ რა აქ. შეგვიძლია გავდრაგოთ. მე ხოძე ვარ თქვენ? Sometimes on the road to glory you gotta press the brakes. I'm getting hype, I'm getting hype, I'm getting hype, I'm getting hype, bitch. These brothers my guys, know that they fly, know that they ride or die. კაი შაკო აღარ უნდა ამდენი კადრები ყველა მიცის ეს მაგრამ ამოვიდა ხელში. მოკლედ გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ წინა ვიდეოდან იცით რომ სამწუხაროდ ფატალიტი განვიცადეთ. გაფრინდა პორშინი, მაგრამ აი ეს უმოკლეს დროში ჩვენ დავაბრუნეთ ჩვენი წითელი ბიარზი, საიონი GT რავი, რაც გინდათ ის დაუძახეთ ერთი ჯორტია და ბევრი არაფერი შეგვიცვლია. ცოტა ჩარევა გქონდა, ძრავში ცოტა ჩავერიეთ. მაგიტომაც გაიწელა რეალურად ეს რამოდენიმე დღე და იმ დღესვე მაგიტო ვერ იყო ფორმაში. რამოდენიმე დღე იგულისხმება ალბათ 4-5 დღე. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნავ წვლილი მაინც შეიტანა ამანქანის ესე უცებ ფეხზე დაყენებაში, იმიტომ რომ ზოგმა რანაწილი დაგვითმო, ზოგმა რანაწილი დაგვითმო თავისთვის გამოწერილი და ასე შემდეგ. ყველას დიდი მადლობა, მოკითხო აქედან ბიჭებო, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. ეხლა კიდე რატომ ვართ აქ? რატომ ჩამოვედით ისევ აქ? მოკლედ გვინდა რომ ეს წეული მონაკვეთი მანქანით გავიაროთ და დღეს გავვილით. ცხენი სხვათა შორის იგივე გვაქვს. 326 ცხენი გვაქვს საბურავზე, ერთი ცხენით მეტი გვაქვს საბურავზე და რავი, იმედია დღეს მაინც გავვილით მშვიდობით აქაურობას, გავზომოთ 412. მაგისთვის ჩამოვედით ეხლა აქ. მაგრამ სანამ 402 მეტრის გაზომვაზე გადავალთ, უცებ რამოდენიმე წამის ბაზარია, შენ უცებ გამოიწერი არხი. ეხლა მე შენ უცებ მოგიყვები უკანასკნელ 5 დღეში როგორ მოვედით აქამდე, კადრებსაც გაჩვენებ, ბევრ სახალის უკავს, ბევრ ფეილსაც გაჩვენებ. მართლა სტენსი კუპატა უნდა გაჩვენოთ ამ ვიდეოში. მაგარი ნაბოზა ეძაღლია, მაგრამ იმენა ყველას გვეშინია. მაგრამ თან საყვარელია სტენსია რა. ჩვენ ხო გვევასება სტენსი. ხო და მოგიყვებით ეხლა უცებ ყველაფერს. შენ კიდევ ერთხელ გეუბნები გამოიწერი არხი და რავი, წამოშევიბეროთ რა და ბოლოს გავზომოთ 402. Me llama Malemgere. Orienta certisian Marisons da 4-ში მეც ვიყავდი ბუქში, მაგრამ კი ვიყავდი ხოთში. ისე ჯამზე პიცას უდოპრიალებდი 4-ში, ბერსეტკაში ბოლიბურა ტრიალებდა 4-ში. ზასტავაზე პანიატი სულ ვიყავით კონში, გავიცანი პეტოს და ამაყო გარემოში. იპიდან მაჩია ჩოსიჯებერე და 4-ში. გოგასთან მიყვანილზე გოგაც ძალიან ზედმეტად შინაურულად და ქუთაისურად დაგხვდა რა. გოგასთან მივიყვანეთ თუ არა, დაახლოებით 1 საათში თუ საათნახევარში უკვე ძრავი მაღლა იყო და დაშლილი. ხა დაშილ ძრავზე თუ რა გადარჩა? მოდი მოყოლას კადრები ჩასო ჯობია რა. ატო იქ კადრებში კუპატა გამომიჩინე უეჭველი. ჩვენი სტენსი კუპატა. მანამდე არა გიდგეს გვერდი მამას თამასუკო. შენი კულიანი ჰაიპ მიარ გავასუკო. ყურებში დაგიჭერდი, გადაგხებდი, მაგრამ უფრო ყლერეპერებს ვისთავ, ყლერეპერებს არ უფასო. მიყოს რაც არის გავარდეს ერთხელა ჯანი. ნახოთ მართლა ყვერადი თუ არის ეგზერბაზანი. თავშივე წაკუზა ყველა მარქონდა ძრავში როგორც ნახეთ, ერთი მთელი დეტალი არ გქონდა ძრავში და როგორც წეღან აღნიშნე ბიჭებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ალბათ 2 დღეში შევაგროვეთ მაქსიმუმ ყველა ნაწილი რაც გვინდოდა. არა ქარხნულიც და ქარხნული ნაწილიც მაქსიმუმ 2 დღეში შევაგროვეთ ყველაფერი. გაისმა ზარი GDM-დან წაიღეო. წავედით და წამოვიღეთ რა. იკა
ორი ჯამთელი ხელი მოდი. Espresso macchiato, por favore. ნაბოზარი კუპატა სხოდია ძალიან გაში იყოს. ძრავის აწყობის პროცესში გოგამ ხელს მიშლითო, წადითო სხვა რაღაც მოძინეთო, გაერთეთო, ჩვენს გამოვედით, მეტი რა გვინდოდა. პიკაპი დავქოქეთ, პიკაპით სრიალი მოგვინდა, რატომღაც არ ვიცი, მაგრამ წავედით, ვის სრიალით პიკაპით. მაგრამ ჩვენმა პიკაპმა შეიჯვა. ისეთ ადგილზე ჩავჭით, რომ მანდაც გოგას საშველი გავხდით და გოგამ გვიშველა, ისე ჯიგარი ხარ გოგლი. დიდი ესენი ყველანი ხა პროსტა კადრის უცარეთ, რომ ყველაფერი მე ვქენი, გაწყვეტილი ვარ წერში. ყველაფერი ჭები გაკეთებულია. დადიან გეგონება საქმეს აკეთებენ რაღაცას. ნახე რა საქმოსნები ვიდგანან ნახე. კენაცვალე ძმა. გავიარე თავკატკა? ორჩი თავკატკას? კატკა. მე გავიარე ყველაფერი ძმებო, რო იცოდეთ. გააფუჭა ყველაფერი. Ამის Ჩაკაფულოვიჩ. ო, ჩაკაფულოვიჩ, მართლა გაჩიაში ვართ ახლა? წინაზე კი ვთქვით, რომ ცხარი კი არა, ფარა არ გვიშველდა და მე მგონი ცხვრებმა გვიწყინეს. ცხვრებმა გვიწყინეს, მაგრამ არა უშავს. ჩვენ ახლა გაჩიაში ვართ და მთელ ფარას დედას მო. გაუწყდი, ძალიან რთულია რა. კერამიკა ცეპლენია რომ იყენია, ძალიან რთულია, აკატკი სიარულია. სადღაც 700-800 კილომეტრი გავიარე, რაც სრულიად საკმარისი იყო ამ ძრავისთვის, როგორც ძრავის ამწყობა გითხრა. 500-ზე ყოფაო, მაგრამ ჩვენ თავი დავიზღვეთ და მაინც 800 გავიარეთ. ცოტა დამღლელი კი იყო, მაპატიე ნიკუშ, მართლა დამღლელი იყო ამ ყველაფრის გავლა, მაგრამ აუქნა, მომიწია. აფკატკა თორე მე არ გამევლო, ხა საწყალი ნიკა მარცხენა ფეხი აღარ უარგა, როგორ დავიბრალი ეგრა მაგარიაში. ხო აკეთებ შენ იბრალი. კენაცვალე. ხო მართლა წავიდეთ ახლა 402 მეტრი გავზომოთ. ის ორივე რო დავიბაროთ რა აქ რა. რავი მე ხოძე ვარ ძმებო. თქვენს თუ ხოძე ხართ, შეგვიძლია გავდრაგოთ. გამართულები ვართ, ზუსტად იგივე ცხენი გვაქვს ერთ პონტიში უკაცრავად. ერთი ცხენით მეტი გვაქვს. ამაგერად 20 თორქით ნაკლები გვაქვს. დინოზე მოვიყვანეთ მანქანა. ამჯერად სხვა დინოზე ვართ. ხო, ძრავი ავაწყეთ. ოდნავ უკეთესი ნაწილებით ავაწყეთ ძრავი და ისევ და ისევ დინოზე ვართ, ისე ჯამში 7 წელში მგონი ამ მანქანა საქართველოში აქვს გავლილი დაახლოებით 7-8000 კილომეტრი რა. ეგ მაგის ნახევარი დინოზია მგონი გატარებული. რავი, გავდრაგოთ, იმედია მაგ დაწყევლილ დრაგს ბოლომდე დავასრულებ და რავი რა, ან ჩვენ გადავიღოთ ბოლო-ბოლო, ჰა? რა პრობლემა? მე ხოძე ვარ, თქვენ 402 გავზომოთ. ორჩით, დღეს სულ ეს იყო, ეს ტრეკს ახალი თანამშრომელი ყავს, ესეც დამიფიქსირეთ. გიგა შეეშვა დრივს და გადავიდა ხაზვაზე და აზომით ნახაზებზე. მოგეთ აზომითი ნახაზები ვისაც დაგჭირდება, შეგიძლიათ გიგას მიმართოთ. всё, ეგ არია, გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო. ჩვენი გათამაშების შესახებ არ დაგავიწყდეთ, რომელიც აღწერაშია. და რავი რა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. დღე ეს ეგ მარცი ხოლმე მოვიდა. ერთ ვარს უბრალოდ ახლა